ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა იყო. თუ გითვლიდით, რომ ეს აუცილებლად უნდა გაგეკეთებინათ, 3 წლის წინ გერმანიის ბოლო ატომური ელექტროსადგურები მაინც უნდა დაგეტოვებინათ მუშა მდგომარეობაში. მხოლოდ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა იმ დროისთვის არსებული გენერაციის სიმძლავრე. აი ასე აღმოჩნდით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ენერგეტიკული ტრანზიციის ეპოქაში. ფრიდრიხ მერცი, ჰალე, 2026 წლის 14 იანვარი. ზუსტად იმ მომენტში, როცა კანცლერი მერცი ჰალეში ბიზნეს ლიდერების მიღებაზე ქუხდა და ადანაშაულებდა თავის წინამორბედებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ევროპის იმპერატრიცა ანგელა მერკელს, გერმანიის ეკონომიკა რეცესიის ზედიზედ მესამე წელს ასრულებდა. რეალობას არ აინტერესებს ჩვენი იდეოლოგიური ჩარჩოები. ის არ აჟილდოებს მორალურ პოზირებას. ფიზიკის კანონები კი უცვლელი რჩება. მერცის გაღიზიანება გაცილებით უფრო ღრმა რამეს ააშკარავებს. როგორ შეუძლია მთელ პოლიტიკურ ინდუსტრიულ ისტებლიშმენტს კოლექტიურად არასწორად შეაფასოს თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საყრდენი. დღეს გერმანიაში ენერგია სამჯერ უფრო ძვირია ვიდრე ჩინეთში. იმავე ჩინეთში, რომელმაც გერმანია საექსპორტო ჩემპიონიდან იმპორტიორად აქცია. 50 მილიარდი ევროს ოდენობის ორმხრივი საბაჟრო დეფიციტით. და ამგვარად, როდესაც რეალობა სულ უფრო დაჟინებით აკაკუნებს კანცლერის კაბინეტის კარზე, ბერლინი იწყებს ისეთი აზრების დაშვებას, რომლებიც ეჭქვეშ აყენებს მისი პოლიტიკური კონსენსუსის საფუძვლებს, მათ შორის თავად მწვანე შეთანხმების მთავარ დაშვებებს. CDU ახლა განიხილავს, თუ რას ნიშნავს ნამდვილი კლიმატური ნეიტრალიტეტი. ამ საკითხების რადიკალურ გადახედვას ან სულად სრულ უარყოფას ითხოვს არამხოლოდ მსხვილი ბიზნესი, არამედ პროფკავშირებიც. ახლა მანტრა ასე ჟღერს. მოქნილი მიზნები ხისტი გზების ნაცვლად, ტექნოლოგიური ღიაობა იდეოლოგიის ნაცვლად. მას ასე, კარგავენ თუ არა გერმანიის ელიტები რწმენას მწვანე შეთანხმების მიმართ. მოდით ერთად გავარკვიოთ ჩვენს ახალ ანალიტიკაში. არ ვიცი სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელმაც ენერგეტიკული გადასვლა ისეთი რთული და ისეთი ძვირადღირებული გახადა, როგორც გერმანია. ჩვენ დავისახეთ მიზანი, რომელიც ახლა კორექტირებას საჭიროებს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ აღარ გაგვაჩნია გენერაციის საკმარისი სიმძლავრე. ამის აღიარება შესაძლოა დღემდე არსებული წარუმატებლობების მასშტაბის ყველაზე მძლავრი სიმბოლო იყოს. წარუმატებლობისა, რომელიც კიდევ უფრო ნათელი ხდება, როდესაც მონაცემებს უყურებთ. ელექტროენერგიის მოხმარებამ გერმანიაში პიკს 2007 წელს მიაღწია 625 ტერავატ საათის ოდენობით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ევროპა და სხვა განვითარებადი რეგიონები ფართოდ ვარაუდობდნენ, რომ მშპ-ს ზრდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროპორციულ ზრდაში აისახებოდა. გერმანიის ენერგეტიკულ გადასვლას ეს კავშირი უნდა გაეწყვიტა, რაც ქსელის დანაკარგების, შემცირებისა და ენერგოეფექტურობის სტაბილური გაუმჯობესების გზით მნიშვნელოვან დანაზოგს მოიტანდა. თუმცა ამ გადასვლას თან ახლდა ენერგოტევადი ინდუსტრიების გერმანიის საზღვრებს გარეთ გადატანა. 2010 წლის შემდეგ ახალი ქიმიური, მეტალურგიული და ცემენტის ქარხნები ძირითადად აზიაში შენდება, განსაკუთრებით კი ჩინეთში. ეს პროცესი უკვე აღწერილი იყო ჰენდესბლატის კვლევითი ინსტიტუტის 2015 წლის ანგარიშში, სათაურით მომავლის სცენარები ენერგოტევადი ინდუსტრიებისთვის გერმანიასა და ავსტრიაში. ანგარიში ამ ტენდენციას შეშფოთებით აღნიშნავდა, თუმცა როგორც მისი ავტორები იმ დროისთვის აკვირდებოდნენ, ინდუსტრიული საზოგადოებიდან მომსახურებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე გადასვლა ბოლო აწლეულების განმავლობაში ზოგადად მიღებული იყო როგორც არაავრაზროვანად და დადებითი განვითარება სუფთა ეკონომიკისკენ და ეს მკაფიოდ შესამჩნევი იყო დასავლური სამყაროს დიდ ნაწილში. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ 2015 წლისთვის გერმანიაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უკვე 588 ტერავატ საათამდე დაეცა და კლებას განაგრძობდა. 10 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 498.9 ტერავატ საათს შეადგენს. 2 ათწლეულის განმავლობაში გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 20%-ით შემცირდა. მსგავსი კლება შეიმჩნევა ერთ სულმოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებაშიც. თუმცა დაბალი მოხმარება არ ნიშნავდა იმას, რომ გერმანული ელექტროსადგურები ჭარბსიმძლავრეს ებრძოდნენ, ან ენერგეტიკული ბაზარი მიწოდების სიჭარბის წინაშე იდგა. პირიქით, ჯერ კიდევ 2010 წელს ენერგოკომპანიებმა მომხმარებლებს 622.91 ტერავატ საათი ელექტროენერგია მიაწოდეს. 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი სინამდვილეში 652.3 ტერავატ საათამდე გაიზარდა. შემდეგ კი მოხდა მკვეთრი ჩამოშლა, სულ რაღაც 431.7 ტერავატ საათამდე 2024 წელს. ეს თითქმის 35%-იანი ვარდნაა. როგორც თავად კანცლერმა მერცმა აღნიშნა, ატომური ელექტროსადგურების დახურვა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდა. მათი სიმძლავრე არ ჩანაცვლებულა არც განახლებადი ენერგიის
ელექტროენერგიის წყაროებით და არც რაიმე სხვა ალტერნატივებით. შედეგად გერმანია ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორიდან ევროკავშირში ენერგიის უმსხვილეს წმინდა იმპორტიორად იქცა. 2024 წელს გერმანიამ ჯამში 67 ტერავატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 2023 წლის 54.3 ტერავატ-საათთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. და ეს მაშინ, როცა ექსპორტმა მხოლოდ 35.1 ტერავატ-საათი შეადგინა. და როგორც საბოლოო, თითქმის სიმბოლური მონაცემი. ფედერალური სტატისტიკის თანახმად 2008 წელს გერმანიაში ელექტროენერგიის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 8991 კილოვატ-საათს შეადგენდა. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5476 კილოვატ-საათამდე დაეცა, რაც თითქმის 40%-იანი ვარდნაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ თვალწინ ევროკავშირის უდიდესმა ეკონომიკამ და მისმა ყველაზე ძლიერმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარი თავი დეელექტრიფიკაციის ნებაყოფლობით პროცესს დაუქვემდებარა. უარესი ისაა, რომ ეს მოხდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩინეთმა, რომელიც ევროკავშირის მთავარ ეკონომიკურ და სტრატეგიულ კონკურენტად ჩამოყალიბდა, გასული ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოება თითქმის გააორმაგა. შეიძლება ითქვას, ოპერაცია ენერგეტიკული გადასვლა წარმატებით დასრულდა. პაციენტი გერმანია გარდაიცვალა. თლადასეც არა ალბათ. კანცლერ მერცის რეფლექსია პოზიტიური ნიშანია, მაგრამ ბერლინი ახლა ისტორიული მასშტაბის გამოწვევის წინაშე დგას. ნომერ პირველი პრობლემა არის კონკურენტუნარიანობა. გერმანული მრეწველობის კონკურენტუნარიანობამ საგანგაშოდ დაბალ დონეს მიაღწია. იუწყება თაგესშპიგელი 2025 წლის ნოემბერში, მიუნხენის IFO-ს ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით. IFO-ს თანახმად გერმანიის ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის შეფასება ამჟამად ყველაზე ცუდი კვლევის ისტორიაში. ოქტომბერში კომპანიების 36%-ზე მეტმა განაცხადა კონკურენტუნარიანობის კლების შესახებ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში, რაც 10-ზე მეტი პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე სულ რაღაც 6 თვით ადრე. გერმანიის პოზიცია უარესდება თავად ევროკავშირის შიგნითაც, სადაც რესპონდენტთა 21%-ზე მეტი აცხადებს კონკურენტუნარიანობის დაკარგვაზე სხვა წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში. როგორც IFO-ს კვლევების ხელმძღვანელმა კლაუს ვოლრაბემ ხაზგასმით აღნიშნა, გერმანიის ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობა ახლა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რაც მკაფიოდ ასახავს ქვეყნის სტრუქტურული პრობლემების სიღრმეს. ვარდნა თითქმის ყველა სექტორს მოიცავს, თუმცა განსაკუთრებით მძიმეა ენერგოტევა დარგებში. ქიმიური ფირმების 51%, ელექტრონიკისა და ოპტიკის მწარმოებელი 47% და მანქანათმშენებელი კომპანიების 40% მნიშვნელოვან დანაკარგებზე საუბრობს. შედეგად სამრეწველო წარმოება უკვე ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება. გერმანიის მრეწველთა ფედერაციის თანახმად მოსალოდნელია, რომ ინდუსტრიული წარმოება 2025 წელს დაახლოებით 2%-ით დაეცემოდა. 2019 წლიდან მოყოლებული თითქმის 272,000 სამრეწველო სამუშაო ადგილი გაუქმდა. მათგან 120,000 მხოლოდ 2025 წლის სექტემბრამდე, მათ შორის 59,000 საავტომობილო სექტორში. ამ პერიოდში არც ერთ ინდუსტრიულ დარგს არ დაუფიქსირებია სამუშაო ადგილების წმინდა ზრდა, რაც ადასტურებს მთლიანი სექტორის ნელ, მაგრამ უწყვეტ შეკუმშვას. თუმცა ამ მონაცემებთან მიმართებითაც კი 2025 წლის ბოლო თვეები ნამდვილ კრახს გავდა. ThyssenKruppმა ფოლადის მწარმოებელ შვილობილ კომპანიაში არსებული 27,000 სამუშაო ადგილიდან 11,000-ის გაუქმება დაიწყო. ამ დროისთვის დაიხურა ორი ფოლადის ქარხანა, გილზენკირხენი გერმანიაში და ისბერგი საფრანგეთში, რომლებიც ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების მქონე სანდნო პროცესებზე მუშაობდნენ. პარალელურად ფრანგულმა ქიმიურმა გიგანტმა დოუმა შკოპაუში თავისი ობიექტების ნაწილის დახურვის და ბოლენში მთლიანი ქარხნის გაჩერების გეგმები დააანონსა. და ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტია კომპანიების იმ გაცილებით გრძელი სიისა, რომლებიც ნელ-ნელა გაკოტრებისკენ მიექანებიან. ან წარმოება გერმანიიდან მსოფლიოს სრულად სხვა რეგიონებში გადააქვთ. გადასახადები ენერგიის ფასი და მუშახელის ხარჯები გერმანიაში იმდენად მაღალია, რომ აქ წარმოება ბევრი კომპანიისთვის უბრალოდ აღარ არის მომგებიანი. განაცხადა გეზან მეტალის დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ოლივერ ცანდერმა 2025 წლის შეჯამებისას. ცანდერის ციტირებისას დერ შპიგელმა დაამატა, რომ გეზან მეტალი 2026 წელს ლითონ დამუშავებისა და ელექტროინჟინერიის სექტორებში 10,000 სამუშაო ადგილის დაკარგვას ელოდება და ამის მიზეზად გერმანული ფირმების წარმოების უკიდურესად მაღალ ხარჯებს ასახელებს. სიტუაცია არ განსხვავდება საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიებში და მხოლოდ ოდნავ უკეთესია სამრეწველო აღჭურვილობის სექტორში. არადა ავტომობილები, ავტონაწილები, დანადგარები, ქიმიკატები, ფარმაცევტული ნაწარმი და ელექტრომოწყობილობები გერმანული ექსპორტის მთავარ საყრდენებად რჩება. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ექსპორტი გერმანიის ეკონომიკური მოდელის მთავარი ძრავა იყო, რომელიც ზრდას განაპირობებდა და კეთილდღეობას უზრუნველყოფდა.
მასშტაბით დამბეჭდავია. 2025 წელს გერმანიამ 1.6 ტრილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩინეთს, რომელიც ახლა უკვე მყარადაა დამკვიდრებული როგორც მსოფლიოს ქარხანა, შეუძლია იამაყოს დაახლოებით 3.4 ტრილიონი ევროს ექსპორტით. რა თქმა უნდა, გერმანიის ეკონომიკა გლობალური მასშტაბით კვლავ მნიშვნელოვან ძალად რჩება, თუმცა ტრაექტორიები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩინეთი განაგრძობს ექსპორტის შეუჩერებელ ზრდასა და სარეკორდო სავაჭრო პროფიციტის ჩვენებას. ბერლინში კი პირიქით, პოლიტიკის განსაზღვრელებს სულ უფრო არ გშფოთებთ ის ფაქტი, რომ 2025 წელს გერმანული ექსპორტი მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ექსპორტი 2022 წლიდან სტაგნაციას განიცდის. რეალურ მაჩვენებლებში კი ოდნავ შემცირდა კიდეც. უარესი ისაა, რომ სერიოზული პრობლემები გაჩნდა გერმანიის ურთიერთობაში მის უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზართან, შეერთებულ შტატებთან. დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ გასულ წელს აშშ-ში გერმანული ექსპორტის დაახლოებით 8%-იანი ვარდნა გამოიწვია. ეგ განსაკუთრებით დამაზიანებელია ამერიკულ ბაზარზე გერმანული გაყიდვების სტრუქტურის გათვალისწინებით. მსხვილესი კატეგორიებია ქიმიკატები და ფარმაცევტული ნაწარმი, დაახლოებით 20%. მანქანა და ანადგარები და აღჭურვილობა, დაახლოებით 19%. ასევე ავტომობილები და ავტონაწილები, კიდევ 19%. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ზუსტად ის სექტორები, რომლებიც კონკურენტუნარიანობას კარგავენ, რადგან მათი წარმოება გერმანიაში სულ უფრო არამომგებიანი ხდება. სიტუაცია კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჩინეთთან მიმართებაში, რომელიც სულ რაღაც 10 წლის წინ გერმანული ინდუსტრიის ყველაზე პერსპექტიულ სამომავლო ბაზრად მიიჩნეოდა. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე წინა წელთან შედარებით ჩინეთში გერმანული ექსპორტი 12.3%-ით შემცირდა. ამავე დროს იმპორტი ჩინეთიდან 8.5%-ით გაიზარდა. შედეგად ჩინეთი გერმანიისთვის საქონლის უმსხვილეს მომწოდებლად იქცა, სადაც იმპორტმა ჯამში 124.5 მილიარდი ევრო შეადგინა. შესაბამისად, ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი გერმანიასთან მიმართებაში დაახლოებით 50 მილიარდ ევროს აღწევს. გერმანელებისთვის, რომლებიც დიდი ხანია მიჩვეულნი არიან მუდმივ სავაჭრო პროფიციტს, მათ შორის რეგულარულად შეერთებულ შტატებთან, ეს ღრმა შოკს წარმოადგენს. მარცხის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც ჩინელი მყიდველები სულ უფრო ხშირად იწუნებენ. სიის სათავეშია ევროპაში წარმოებული გერმანული მანქანები, რომელთა გაყიდვები წლიურად 35%-ით შემცირდა. შემდეგ მოდის გერმანული ელექტრომოწყობილობები 10.7%-იანი კლებით. 2026 წლის 20 იანვარს ჰენდერსბლატმა ეს მაჩვენებლები მკაცრი სიცხადით შეაჯამა. ჩინეთისგან მიღებული შოკი გერმანიას მთელი ძალით ურტყამს. ჩინეთის რეკორდული სავაჭრო პროფიციტი ადგილობრივი ინდუსტრიის დაღმასვლას აჩქარებს. ეკონომიკურ საკითხებზე სპეციალიზებულმა ბიზნეს გამოცემამ მკითხველები დაუფარავად გააფრთხილა. მთავრობის მხარდაჭერით ჩინურმა კომპანიებმა გერმანულ საავტომობილო ინდუსტრიას ჯერ გლობალური ბაზრის წილი წაართვეს. ახლა კი ისინი ზეწოლას ახდენენ მანქანათმშენებლობისა და ქიმიურ სექტორებზე. ჩავარდნა ჯერ კიდევ არ არის ტოტალური. გერმანელმა ექსპორტიორებმა გაყიდვების მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს პოლონეთში, ესპანეთსა და ავსტრიაში. თუმცა ეს შვება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ამ ბაზრების შეზღუდული მყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. ნელ-ნელა გერმანიის უკანასკნელი იმედი უფრო ღრმა ეკონომიკური ამოსუნთქვისთვის ხდება ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მერკოსურში გაერთიანებულ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, ისევე როგორც ინდოეთთან ახლახან ხელმოწერილი მსგავსი შეთანხმება. თუმცა ევროპარლამენტის 2026 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ მერკოსურის შეთანხმების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში გადაგზავნის შესახებ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაყენოს მისი ძალაში შესვლა, ან სულაც დაბლოკოს იგი. ამ გარემოებებში ყველაზე გადაუდებელი ამოცანა, რაც გერმანიის მმართველი კოალიციის წინაშე დგას, არის ეკონომიკური რეფორმების იმ პაკეტის შემუშავება, რომელიც ქვეყანას დაკარგული კონკურენტუნარიანობის აღდგენის საშუალებას მისცემს. მათ გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირის ყველაზე ძლიერი წევრი სახელმწიფოს ციცაბო დაღმართზე განგრძობითი დაშვების შეჩერება. ჰალეში ბიზნეს ლიდერების საახალწლო მიღებისას კანცლერმა მერსმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ენერგიის ხარჯებს. მან განაცხადა, რომ მისი მიზანია ელექტროენერგიის ფასების მისაღებ საბაზრო ბინშულამდე დაბრუნება და ფედერალური ბიუჯეტიდან მათი მუდმივი სუბსიდირების თავიდან აცილება. ამ საკითხზე ის კატეგორიული იყო. ჩვენ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გავაკეთებთ, თქვა მან. თუმცა ამჟამად მოკლევადიანი ჰორიზონტი უფრო მნიშვნელოვანია. კერძოდ გერმანიის ინდუსტრიის დაბრუნება კონკურენტუნარიანობის გზაზე. ამავდროულად Global Petrol Prices თანახმად პორტალისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგიის ფასებს აკვირდება,
იზრდება. 2025 წელს გერმანული კომპანიები კილოვატ-საათ ელექტროენერგიაში საშუალოდ 28 ცენტს იხდიდნენ. ჩინეთში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 9 ცენტს შეადგენდა, რაც სამჯერ უფრო იაფია. პორტალის თანახმად სხვა ქვეყნებთან შედარებისასაც კი სხვაობა მკვეთრი რჩება. ელექტროენერგიის ფასები ბიზნესისთვის გერმანიაში გლობალური საშუალო მაჩვენებლის 172.94%-ს შეადგენს, ხოლო ევროპული საშუალო მაჩვენებლის 134.92%-ს. სწორედ ამიტომ ახალი წლის დასაწყისში მთავრობამ ამოქმედა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას. სტრატეგია შედარებით მარტივია. ის გულისხმობს ელექტროენერგიასა და მის გადაცემაზე დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლების შემცირებას, ასევე გაზის საცავებისთვის დაწესებული საფასურის კლებას. თუმცა ეს ენერგოკომპანიების შემოსავლებში დანაკლისს ქმნის, რაც ფედერალურმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სუბსიდიებით უნდა შეავსოს. გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ჰანსელბლატისთვის გაკეთებული შეფასებებით, 2026 წელს გერმანიის ბიუჯეტს ეს დაახლოებით 29.5 მილიარდი ევრო დაუჯდება. როგორც ანდრეას ფიშერმა IW's ენერგეტიკის ექსპერტმა განაცხადა, ძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან ძვირადღირებული ზომაა და ის არ აგვარებს პრობლემის გამომწვევ მიზეზს. კანცლერმა მერცმა ეს კარგად იცის. სწორედ ამიტომ ახალ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებზე მუშაობა მკვეთრად დაჩქარდა. წელს მთავრობა გეგმავს ტენდერების გამოცხადებას ახალ გენერაციის ბლოკებზე ჯამური სიმძლავრით 12 გიგავატი. ამოცემულობიდან 10 გიგავატი ახალი გაზის ელექტროსადგურები იქნება, ხოლო დანარჩენი საწვავის სხვა სახეობებზე გადანაწილდება. მოსალოდნელია, რომ ეს სადგურები ექსპლუატაციაში 2031 წლისთვის შევა. ამავდროულად ეკონომიკის მინისტრმა კატერინა რაიხემ დაანონსა, რომ შემდგომ წლებში დამატებითი ტენდერები გამოცხადდება. გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების მიზნობრივი სიმძლავრე კი 20 გიგავატამდე გაიზრდება. ასევე იზრუნეს იმაზე, რომ მთელი საინვესტიციო პროგრამა საგულდაგულოდ შეეფუთათ, რათა არ შეერყიათ მთავრობისა და ევროკომისიის ოფიციალური ნარატივი. ეს ნარატივი ამტკიცებს, რომ 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია გერმანიის ენერგოსისტემაში მთლიანი სიმძლავრის 80%-ს შეადგენს. შესაბამისად, ახალი გაზის ელექტროსადგურები სარეზერვო სიმძლავრედ კლასიფიცირდება, რომლებიც მხოლოდ სისტემის სტაბილიზაციისთვის უნდა გამოიყენონ. უფრო მეტიც, შორეულ მომავალში ისინი ბუნებრივი არიდან წყალბადზე უნდა გადავიდნენ, რადგან წყალბადის წვისთვის არიან დაპროექტებულები. თუმცა მზარდი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს მომავალი შეიძლება ძალიან შორეული იყოს, დისკრეტულად მიიჩქმალა. შედეგად 2026 წლის 15 იანვარს ევროკომისიას არ გაშიშვებია ახალი გერმანული გაზის სადგურებისთვის საჯარო მხარდაჭერის სქემაში ჩართვის წინასწარი თანხმობის მიცემა. ამიტომ ინვესტიციები მუდმივად დასუბსიდირდება ფედერალური ბიუჯეტიდან. ეს მოხდება მიუხედავად განახლებადი ენერგიის პროვაიდერებისა და გერმანული გარემოს დაცვითი და კლიმატური ორგანიზაციების მიერ კომისიაში შეტანილი ოფიციალური საჩივრებისა, რომლებიც აფრთხილებენ, რომ დაგეგმილი სუბსიდიები ქმნის წიაღისეულ საწვავზე ახალი დამოკიდებულების გაჩენის, კონკურენციის დამახინჯებისა და სუფთა ალტერნატივების განვითარების შენელების რისკს. მართლაც, სრულად გამართული ნულოვანი ემისიის მქონე ატომური ელექტროსადგურების დახურვის იდეა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი გაზზე მომუშავე ობიექტებით, ანუ წიაღისეული საწვავით ჩანაცვლეს, ნაკლებად შეესაბამება მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობისა და კლიმატის დაცვის პრინციპებს. უფრო მეტიც, გერმანია არ ფლობს ბუნებრივი აირის საკუთარ მარაგებს, ხოლო მისი ურთიერთობები ორ უმსხვილეს ექსპორტიორთან, რუსეთსა და შეერთებულ შტატებთან რბილად რომ თქვა დაძაბულია. სხვათა შორის, გაზზე ფსონის დადება მხოლოდ აძლიერებს რწმენას, რომ გერმანია მუდმივად იქნება ზეწოლის ქვეშ, რათა მოახდინოს კრემლთან ურთიერთობების ნორმალიზება და აღადგინოს გაზის იმპორტი რუსეთიდან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბოლო დღეებში ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის სრულიად შეწყვეტას მოითხოვს. მერც რომ დაუბრუნდეთ. აღსანიშნავია, რომ თავად CDU-ს შიგნით გეგმები სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც არასაკმარისი ნახევრად ზომები. ეკონომიკური დაღმასვლის შიში აძლიერებს მზარდ უკმაყოფილებას იმ ქვეყანაში, რომელიც ერთდროს მწვანე შეთანხმების ყველაზე ძლიერი კომაგი იყო ევროკავშირში, რაც მის რადიკალურ გადახედვას ან სულად სრულ უარყოფას ითხოვს. ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთიც კი არ წავიდოდა და ასე შორს. CDU-ს ორი ძირითადი ფრაქცია კლიმატური ნეიტრალიტეტის მიზანზე უარის თქმას ითხოვს. წერდა დერ შპიგელი 2026 წლის 23 იანვარს. გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალ ქრისტიან დემოკრატებს შორის ბერლინსა და ევროკავშირის მიერ დადგენილი კლიმატური მიზნების გარშემო დავა სწრაფად მწვავდება. მათი რადიკალური მოდიფიკაციის ან სრულად სრული უარყოფის მოთხოვნები ახლა ერთხმად ისმის როგორც
მსხვილი ბიზნესისგან, ისე პროფკავშირებისგანაც. წლების განმავლობაში არსებული კონსენსუსი, რომ ევროპამ 2050 წლისთვის სითბური აირების ემისიების შემცირების გზით კლიმატურ ნეიტრალიტეტს უნდა მიაღწიოს, სულ უფრო ხშირად დგება ეჭქვეშ. იგივე ეხება დაშვებას, რომ გერმანია ამ მიზანს 2045 წლისთვის მიაღწევს. ჰანსერბლატმა სპეციალური პარტიული რეზოლუციის პროექტიც კი გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ: გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს ეროვნული და ევროპული კლიმატის დაცვის მიზნების კორექტირებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მცირე და საშუალო წარმოების, როგორც ინდუსტრიული ღირებულების შექმნის საყრდენის, ქმედითუნარიანობა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება, შეცვლილ ეკონომიკურ გეოპოლიტიკურ პირობებში. რეზოლუციასთან ახლავს კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის ემისიების ვაჭრობის სისტემის ფარგლებში CO2-ის ემისიის უფასო ნებართვების ფონდის გაზრდა. ამასთან უნდა დაერთოს მიმოქცევაში არსებული ნებართვების საერთო რაოდენობის შემცირების ტემპის შენელებაც. პროცესი, რომელიც ამჟამად ევროპის ემისიების ვაჭრობის სისტემაში ნებართვების ფასს ზრდის. ამას ემატება სლოგანი „მოქნილი მიზნები ხისტი გზების ნაცვლად, ტექნოლოგიური ღიაობა იდეოლოგიის დაცლად“. პარტიის რიგებიდან წამოსულმა ამ ინიციატივამ SDU-ს ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი უხერხულობა გამოიწვია, რადგან ამან შესაძლოა კანცლერ მერცს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პირდაპირ შეტევა იმაზე, რაც აქამდე ხელშეუხლებლად მიიჩნეოდა კლიმატურ პოლიტიკაზე, საფრთხეს უქმნის მმართველი კოალიციის ერთიანობას. SPD-ს რიგებში ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ გრძელვადიანი პროგრამული დაშვებების გადახედვა მაინც მიმდინარეობდეს. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სოციალ-დემოკრატები თანმიმდევრულად ითხოვდნენ ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვასა და სწრაფ დემონტაჟს, რასაც ისინი ენერგეტიკული კრიზისისა თუ იაფირუსული გაზის დაკარგვის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ. მათი რწმენა მწვანე ენერგიისა და კლიმატური ნეიტრალიტეტის აუცილებლობის მიმართ შეუდრეკელია. უმთავრეს მიზნად კვლავ გერმანიასა და მთელ ევროპაში დეკარბონიზაციის დაჩქარება რჩება. შედეგად ისეთი ჯგუფების მოთხოვნების შესრულების მცდელობამ, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია და ქრისტიან-დემოკრატ მუშათა ასოციაცია, შესაძლოა კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს. 2026 წლის 21-22 თებერვალს დაგეგმილი SDU-ს პარტიული ყრილობის წინ კლიმატურ პოლიტიკაზე ქრისტიან-დემოკრატიული პოზიციის შეჯერების ამოცანა თავმჯდომარის მოადგილეებს კარლ იოზეფ ლაუმანსა და ანდრეას იუნგს დაევალათ. მიზანი სავარაუდოდ კომპრომისია, ისეთი, რომელიც ცვლილებებზე მიანიშნებს და იმედს მისცემს როგორც დამსაქმებლებს და ისე დასაქმებულებს, თუმცა ამავდროულად მთავრობის დაშლას აიცილებს თავიდან. შტუტგარტში 1001 დელეგატი პარტიის ხელმძღვანელობასა და მის თავმჯდომარეს აირჩევს. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ფრიდრიხ მერცი ამ როლს კვლავ დაიკავებს. ოფიციალურად კლიმატურ პოლიტიკაში მოკრძალებული კორექტირება ლიდერობის უწყვეტობასთან ერთად ამ ეტაპზე ოპტიმალური სცენარი იქნება. ეს შეინარჩუნებს მმართველ კოალიციას, დროებით ჩააცხრობს ვნებებს და კანცლერ მერცის მიერ უკვე დაწყებულ ღონისძიებებს შედეგების გამოღების შანსს მისცემს. მაგრამ დრო გადამწყვეტი ასპექტია. ენერგეტიკული ხაფანგი, რომელშიც გერმანია გაება, ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის ეროზიასთან ერთად სულ უფრო ხელშესახებ შედეგებს იღებს. ეს ეფექტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინდუსტრიასთან პირდაპირ დაკავშირებული საკითხებით. ისინი სულ უფრო მწვავედ იგრძნობა რიგითი საშუალო შემოსავლის მქონე გერმანელების მიერაც. ეს იმიტომ ხდება, რომ კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საფუძვლები სტაბილურად იშლება. ეს საფუძვლები დიდწილად ადგილობრივ თვითმმართველობებს ეყრდნობა, რომლებიც საჯარო სერვისების უზარმაზარ წილზე არიან პასუხისმგებელნი. მუნიციპალიტეტები საკუთარ ბიუჯეტიდან აფინანსებენ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას, სოციალურ ზრუნვასა და თავშესაფრის ცენტრების ფუნქციონირებას, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა შეღავათებს. არც ისე დიდი ხნის წინ ამ სერვისების ხარისხი სამაგალითოდ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში პრობლემები სწრაფად მწვავდება. 2026 წლის 5 იანვარს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის პრეზიდენტმა რალფ შპიგლერმა პირდაპირ განაცხადა: სიტუაცია დრამატულია. ბევრმა ქალაქმა და მუნიციპალიტეტმა აღარ იცის როგორ დააფინანსოს თავისი ხარჯები. სამშენებლო პროექტები უკვე უნდა შეჩერდეს. კულტურული და სოციალური აქტივობების დაფინანსებად იძულებით ჩერდება. როგორც ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანიის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დეფიციტი ყოველწლიურად იზრდება. 2023 წელს ის დაახლოებით 7.5 მილიარდ ევროს შეადგენდა. 2024 წელს 24 მილიარდ ევრომდე გააკეთა ნახტომი. 2025 წელს კი მოსალოდნელი იყო, რომ 30 მილიარდ ევროს გადააჭარბებდა. ამავდროულად მუნიციპალურ
ფედერალურმა ხარჯებმა დაახლოებით 400 მილიარდ ევროს მიაღწია და სავარაუდოდ მომდევნო წლებში კიდევ გაიზრდება, ხოლო მზრუნველობის საჭიროების მქონე ხანდაზმული მოქალაქეების რაოდენობა კვლავ იზრდება. შედეგად ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ ფედერალურმა მთავრობამ სოციალურ სერვისებთან დაკავშირებული მუნიციპალური ხარჯების 1/3 საკუთარ თავზე აიღონ. ამის შემდეგ მალევე Deutsche Welle-მ ეს დინამიკა ბადენ-ვიურტემბერგში მდებარე ვაისახის მუნიციპალიტეტის მაგალითზე წარმოაჩინა. სიუჟეტი გვთავაზობს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ როგორ აისახება გერმანიის ენერგეტიკული ხაფანგი და ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის დაკარგვა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სულ რაღაც 7700 მაცხოვრებლით ვაისახი, რომელიც შტუტგარტთან ახლოს მდებარეობს, დიდი ხნის განმავლობაში გერმანიის უმდიდრეს მუნიციპალიტეტად ითვლებოდა. იქ Porsche განვითარების დიდ ცენტრს ფლობს და სოლიდურ ადგილობრივ გადასახადებსაც იხდის. 2009 წელს ამ შემოსავლებმა ერთ მოსახლეზე 20,000 ევრო შეადგინა. იმ დროისთვის ნებისმიერი მსურველი, ვისაც ვაისახში სახლის აშენება სურდა და შვილები ჰყავდა, მუნიციპალიტეტისგან თითო ბავშვზე 10,000 ევროიან სამშენებლო სუბსიდიას იღებდა. აშენდა 20 სართულიანი ბიბლიოთეკა, შეიძინეს საკონცერტო როიალი, რომლის ღირებულებაც 100,000 ევრო იყო და გაიცემოდა სუბსიდიები კერძო მუსიკალური გაკვეთილებისთვის. იუწყება Deutsche Welle. შემდეგ კი ამატებს: მძიმე დრო დადგა. გერმანული საავტომობილო ინდუსტრია თავისი ისტორიის უღრმეს კრიზისშია ჩაფლული. მარტო Porsche-ში 2025 წელს მოგება დაახლოებით 96%-ით შემცირდა. შედეგად ვაისახს ახლა გაკოტრება ემუქრება. გერმანელები კი სრულად მიუჩვეველნი არიან იმ აზრს, რომ სახელმწიფომ შესაძლოა უბრალოდ შეწყვიტოს იმ სერვისების მიწოდება, რასაც ისინი თავისთავად მოცემულობად მიიჩნევენ. განსაკუთრებით ისეთ მომენტში, როცა ცხოვრების ხარჯები იზრდება, შინამეურნეობის შემოსავლების სტაგნაციას განიცდის და ან მცირდება, ხოლო მასობრივი დათხოვნები მრავლდება. ერთად აღებული ეს ქმნის კლასიკურ ფეთქებად ნარევს, რაც სოციალურ ფრუსტრაციას აღვივებს და ასეთი ფრუსტრაცია ადრე თუ გვიან გარდაულად გადაიზრდება რადიკალურ ძვრებში პოლიტიკურ სცენაზე. გმადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, მოიწონეთ, გააზიარეთ, შეგიძლიათ მერკელს ცოტა 1-2 კბილი სიტყვა შეაწიოთ, გავიწერეთ ჩვენი Telegram არხი, ჩვენი FPV დრონების არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.